ბატონო პრეზიდენტო, ქვეყნის მართვის მოწყობის ვადა გამდის და გაგრძელება მინდა. მობრძანდი და მაჩვენე შენი მართვის მოწმობა. ხო, ისა კომკავშირის ბილეთი, ეს არის, ხო, ყაკების ბილეთი, ისა ესებკას ბილეთი, ესე იქით, ხო, თეთრი ბილეთი, მასონის ბილეთი და აი მართვის მოწმობაც. ვიპოვდე. ვაუ, რამდენი დარღვევა ქონია. აქამდე როგორ არ ჩამოგართვეს? ან საერთოდ ასე თუ მართავ მართვის მოწმობა როგორ აიღე? ედიკას დროს ადვილი იყო, უცებ შევარდი და ავიღე. მაშინ კარგი, დავიწყოთ ქვეყნის მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა. დავიწყოთ ბატონო პრეზიდენტო. მაშ ასე, დავუშვათ ძალიან ბევრი ხალხი დგას გზის სავალ ნაწილზე. მაგალითად, ისინი ხელფასების გაზრდას და გადასახადების შემცირებას ითხოვენ. რას იზამთ? რას ვიზამ და გადაული. გზა ჩემია და გადაული. ეს პასუხი არც სწორია და არც დემოკრატიული. გადავიდეთ გამოცდის პრაქტიკულ ნაწილზე. ჰოიეს. პირველი დავალება ასეთია. უნდა დაძრა country მობილი და შეიყვანო ნატოში. ბატონო პრეზიდენტო, მაპატიებთ. ჩიკაგოს სამიტამდე ყველაფერს გავაკეთებ. კარგი, გეყოფა. თქვენ ვერ შეასრულეთ ვერც პრაქტიკული და ვერც თეორიული დავალება. ამიტომ მართვის მოწმობა აღარ გაგიგრძელდებათ. Down with dictator. რა ქვეყანა დააგრიეს ამ დემოკრატებმა? ამერიკა იყო ბუშის დროს. აჭმევდი ხინკალს და თუ კიდე საერთოდ მთვრალს გემართა ქვეყანა. არა, რაღაც უნდა მოვიფიქროთ, ასე არ შეიძლება. ცხვარი რომ დაუკლათ მიშა, არი ვარგებს ვითომ, ჰა? არა, ვანო, ბუხარესტის სამიტის წინაც სულ ტყუილად დაუკალით ის საწოდავი ცხვარი. არც მაპი მოგცეს და ბუხარესტის პოლიციამაც დაგვეჯარიბა. აი, მე მოვიფიქრე, რა საჭიროა საერთოდ ქვეყნის მართვის მოწმობა? გადავაკეთოთ ჩვენი ქვეყანა რესტორნად. შენ დაინიშნები თამადად და რამდენი ხანიც გინდა, იმდენი ხანი მართე. მორჩა და გათავდა. ვა, რა კაი იდეა? ახლავე დავიწყოთ. ტრადიციულია და თან ქართველ ხალხსაც მოეწონება. ჭირემე შენი. მოგესალმებით ძვირფასო თანამეინახენო. დღეს ჩვენმა თამადამ მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა ჯონ ჯოლის რევოლუციის 1 წლის თავი. ალაბრის მთავარ რესტორანში იმყოფება მთელი სუფრული ელიტა. ამ სუფრაზე გამჭვირვალე ევროპული კრამიდით შეისწრება სატელევიზიოები. ძვირფასო თანამეინახენო. ძალიან გთხოვთ ბოლომდე შევძვათ ეს ნიუსი. დავაზრდ პირდაპირ ჩართვას რეზიდენციიდან. მოკლედ, ლამპის შუშების დრო წავიდა. შაუბნელ შევარდაძის დროიდან საქართველოში გამბოლილი, გამჭვარტული და ჭუჭყიანი ლამპის შუშებით უწევდა ქართველ ერს განსხვავებულების დალევა. დღეს ჩვენ მასშტაბური დახტომი გავაკეთეთ. ჰოლანდიური, გამჭვირვალე კრამიტით უფრო მეტის დალევაა შესაძლებელი. დიახ, გადახედეთ სოფლიოს. ვის შეუძლია ჩემო ბატონო იმდენი სასველი სატანა, რამდენიც ქართველ კაცს? არავის. იმიტომ რომ ჩვენ გამძლეერი ვართ. აფთის გადაღმა ვიღაცებს ეგონათ რომ ცხვარს და 20-იანს მოგვიგებდნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად. აი, მე ახლა ამ ყველაფრის აღსანიშნავად აქვე თქვენ თვალწინ გამოვცდი ამ ჰოლანდიურ კრამიტს. ვანო, დააცხი. ჩვენ ვიმყოფებით რესტორან საქართველოს შინაგან სმათა სამინისტროსთან, რომელიც ავრცელებს სკანდალური დაკავების კადრებს. გაიშიფრა რუსული აგენტურის ქსელი. ესე იგი, ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი და კახა კუკავა
პუშკინის სკვერში სვამდნენ ქართული ღვინის ნაცვლად რუსულ არახს, რუსკი რაზმერ. როგორ ვიქცევით ბიჭებო? ახლა ჩვენ შევდივართ მათთან რესტორანში და თამადას ვუფერფლებთ ღვინის ჭიქაში. Улетайте ворoni, опа, начите ресторани, опа. ვაგრძელებთ სუფრას. დღეს მაჭავის ოპერატიულმა დეპარტამენტმა რესტორან გაშრა ყელში დააკავა 4-ჯერ გამოფხიზლებული სპარტაკა. დაკავებულს ბრალად ედება თამადის არ დამორჩილება, სადღეგრძელოს გაყალბება და სასმელის მოპარვა. აღარ შემიძლია ამდენისმა. ღვიძლი მეშლება, ღვიძლი. ვაჟდამაინც უნდა მოკვდე კაცი, თქვენ. ქართული სმატრული კლავაც წარმატებით აგრძელებს თავის საქმიანობას. ჯიპი გადააგდეს, ჯიპი. ხეზელი ხომ არ ხარ ძმაო? როგორ გეკადრებათ რა ფხიზელი, ის ფხიზელი. ქორწილიდან მოვდივარ ძმაო. აბა უბედი რატომ გეკეთია? ჩაბერეთ ერთი აქ, ჩაბერეთ. ხეზლები ვარღვევთ მოქალაქეო. თქვენ დაჯარიმებული ხართ 50 ლარიანი სოფრეთ. ეს იმ ძღოლს გაუმარჯოს, ცალხელში საჭერო მუჭირავს და მეორეში ღვიძლი. ახლა წადი და მეორედ ფხიზელი არ დაგინახო, თორემ ამ მოგალპო ქვევრში. ამით ჩვენი საინფორმაციო სუფრა მთავრდება. კლავ თავთ მთავარ რეზიდენციას. სადაც ვიდის ქეიფი, ჩახუტება, სიყვარული და გრიალი. მინდორში ბალახ ბულახში ამოსული ხოიაო, ამაღამ შენთან მოვდივარ, კარი და სტობერგიაო, ამაღამ შენთან მოვდივარ, კარი და სტობერგიაო. მიშა, გარეთ ხალხი იკრიბება. მე რა ვადო? რა ვიცი, ყველანი ფხიზლები არიან და მგონი რაღაცა ხდება, ხო? რა უნდა ხდებოდეს? რომი მიშა, მგონი ჯობია გახვიდე და იკითხო. ნეტა ვინ არის ის დემოკრატია, სკამზე რომ ზინა, კონსტიტუცია გულში ჩაუკრავს და ისე ზინა. დიქტატორია ისაბრალო ცოდვილი ძალზე, ცხოვრების გემო მას გავგია ამ ქვეყანაზე. ალაბარში სარეცელი რად დაგიგია, რომ წაგიგია არჩევნები არ გაგიგია. მოძრაობა საგინებლად რად გაგიხდია, ვეღარ გაიგე ავტოკრატიამ როგორ დაგლია. ორი გალიე შეგერაგება არ გაისვები, ორზე მეცდალე იქვე პუტინად გადაიქცევი, კადაფის ბილიქს ბანსალ-ბანსალი რომ გაუყვები, რეიტინგებში მუბარაკთანაც ჩაიკეცები.
აგის ბილიქს ბანცალი რომ გაუყვები მოსამართლესთან პირშეცხვენილი შაიკესები ძვირფასო ქართველებო რაც თქვენ იმღერეთ ეს ყოველივე სიმართლე შეეფერება მაგრამ მე მინდა ერთი რამ გაგანდოთ რომ ვიცოდეთ მე და ჩემი თანამეინახელი ამ რესტორანში კიდევ დიდი ხნით ვაპირებ დარჩენას და ეს ამბავი თუ არ მოგწონთ ამ ჩემს ხანძს